გამარჯობა, ნათლისღებას გილოცავთ, რავას დაესწარით, შეგვეწიოს მისი მადლი და ვფარავდეს. დღეს მინდა ღირსებასთან დაკავშირებით ვისაუბრო. ეს აქამდენაც იყო სასაუბრო, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. ჩვენ ქვეყანაში უმთავრესი პირველ რიგში მეგონი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის რომ ღირსებასთან დაკავშირებით ყველაფერი დადგეს ღირს წესრიგში და ყველამ ვეცადოთ მთლიანად თელმა ერმა და ბერმა რომ ქართველ კაცს ჰქონდეს ღირსება. ღირსების გარეშე არაფერი არ გამოგვივა მე მგონია. ქვეყნის გადასარჩენად რაც შეიძლება ნაკლები ქირურგია და მეტი თერაპია უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი ქვეყნის ჭრილობებს თითოეულმა გონიერმა ადამიანმა მალამოსავით უნდა დავედოთ, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გაგვაჩნია. არც ისეთი რესურსები არ გვაქვს ჩვენ ახლა, რომ ყველაფერი გავაკონტროლოთ და რამე. ამიტომ უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს, რომ ერში იყოს ნომერ პირველ ადგილას ღირსება, სადაც მივდივართ ყველგან ხვდებით უღირს საქციელს. სუპერმარკეტში გინდა რომ შეხვიდე, ქუჩაში სიარულის დროს, სკოლები არის, ინსტიტუტები არის, ნებისმიერ დაწესებულებაში თავის სიმაღლეზე ვერ დგას ადამიანთა ძალიან დიდი რაოდენობა. ეს ასე რო არ იყოს, არც ჩავწერდი მე ამ იმას ვიდეო ვერ გოს და არც ვისაუბრებდი. მაგრამ ძალიან შემაწუხებელია. არა მარტო ჩემთვის, მე მგონი ახლა რომ მოისმენთ ამ ვიდეოს, ძალიან ბევრი დამეთანხმებით და კარგი იქნება მე წინა რგოლებშიდაც თქვი რომ ჩავწეროთ ეს რგოლები, სხვებმაც ჩაწერეთ მთლიანად და ერთი დიდი მუხტი უნდა შეიქმნას მთლიანად, მთელი ერი უნდა იყოს დიდი მუხტით, სიკეთის მუხტით გამსჭვალული. ასე არის საერთოდ ადამიანის ცხოვრების წესი. არის უარყოფითი ნაწილი, რასაც ბოროტებას ვეძახით და არის დადებითი ნაწილი, რასაც სიკეთეს ვეძახით. ადამიანის დანიშნულებაც ეს არის, არა მარტო ის ხო არ არის, ხა ცხოველივით მოხვიდე, იკვებო და წახვიდე ამ ქვეყნიდან. ეგ არ არის. მთავარი ჩვენი ამოცანა არის ადამიანობა, რასაც ღმერთი ითხოვს და ასე რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ ღმერთის საქმეს თუ აკეთებ, აი სასიკეთო საქმეებში, აი ყალათაში უნდა ჩავაწყოთ ყველაფერი, აქაც გვჭირდება და იქაც მე რო წავალთ ამ ქვეყნიდან რომ დავასრულებთ ჩვენ ცხოვრებას და გარდაცვალება რომ მოხდება, იქაც რომ მივიდეთ რომ ღმერთის წინაშე სამართლიანად წავდგეთ და არ გქონდეს ირშავად არ წავდგეთ. ახლა შეცდომებს ყველა უშვებს. შეუცდომელი რომ ვიყოთ, აქ არ ვიქნებოდით. დედამიწაზე. ესეც უნდა გაიგოს ყველა ადამიანმა. ამიტომ ძალიანად მთელი მუხტი უნდა შეიქმნას. რასაც ვაკვირდები წინა ისენი რომ გადავიდეთ, ახლა მე რომ ბავშვი ვიყავი, სიღმაწვილის, სიჭაბუკის პერიოდი რო ავიღოთ, მეტი ღირსებულად დადიოდნენ ადამიანები და მეტი საქციელი მათი იყო, უფრო ადამიანური და სიკეთის სავსე იყო და ღვთის სამსახურს უფრო ვაკეთებდით. შემდეგ ის საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, გაიხსნა საზღვრები, გავხდით ვითომ დამოუკიდებელი და მე რომ გითხოს კაცმა დამოუკიდებელი კი არა, ჩამოკიდებული ვართ ახლა სხვების ინტერესებს, სხვა ქვეყნების ინტერესებს გადავყევით თითქმის. იქეთ მეაქანებს ჩვენი არასწორი მმართველები. ისეთ ხალხი მოვიდა მაშინ მმართველად, რომელთაც როგორც იტყვიან, ორბაც ვერანდობ ადამიანი რა. მარტო ის არ არის საქმე, შენ ფული აკეთო, რაღაცა მოხვეტო და სახში წაიღო. ეგ არის ზუსტად უღირსი საქციელი და უნამუსო საქციელი, რომელსაც წლების მანძილზე ახორციელებთ. 3 წელიწადი გავიდა, ეს ცოტა ხო არ არის რა. ეს 3 წუთი, 3 წამი, 3 თვე ხო არ არის რა. 3 წელი. 3 30 წელზე მეტია, 33 წელიწადი ესე მდგომარეობა არის და უფრო უბსკულისაგენ და უბსკულისაგენ მიყავთ თქვენი საქციელით. გაუმაძღრობის სინდრომი. ეს არის ყველაზე უდიდესი უღირსობა.
რომ ემპათია საერთოდ არ გააჩნიათ. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თვითონ იყვნენ ბედნიერები, თვითონ კონდეთ ყველანაირი შემოსავალის რესურსი და რა ვიცი, ყველაფერი რაც გააჩნია, ხა მასაზე რაც უნდა იყოს გადანაწილებული 20%-ს მიაქვს და ამიტომ ეს დუმილი აღარ გამოდგება ახლა 80% რო ესეც შავ მდგომარეობაშია და აი უღირსის ცხოვრებით რო ცხოვრობს აი იმიდან სახლიდან რო გახვალ ნებისმიერ ადგილას სადაც არ უნდა შეხვიდე არის საშინელი მდგომარეობა უღირსობა ის ზუსტად რო ამდენი გაჭირებული რო არის ამ ქვეყანაში თუ ღირსეული ხარ ერით და ბერით ამდენი გაჭირებული არ უნდა იყოს რაღაცა ბალანსი უნდა არსებობდეს და მე რომ მკითხოს ადამიანმა საერთოდ გაჭირება ჩვენთან არ უნდა არსებობდეს იმიტომ რომ წალკოჩი ცხოვრობ ასეთი ბუნება მოგცა მამაზე ციერო მაღმერთმა წყალიც გააქვს მთაგორიანი ხარ ფაქტიურად რო აიყო მთელი საქართველო არის საკურორტო ზონა. გარდა ამისა უამრავი რამ აი მენდელევის ტაბულა რო ავიღოთ ახლა რუსეთს უამბობენ რუსეთში აი მთლიანად ყველაფერია და ახლა მიადგენდა ირანსაც ამდენი ის აქვს განძი და რაღაცა ჩვენ ნაკლები კი არ აქვს როცა ძალიან კარგად იცის ეს ჩვენმა მეცნიერებმა რო არავის ნაკლები სიმდიდრები არ გააჩნია ჩვენს მიწა-წყალს მაგრამ ვიყენებთ, სწორად არ ვიყენებთ, აგერ აი კაზერეთიდან ოქროს მიედინება. საზღვარგარეთ მიედინება და წილში არიან აი ჩვენი ისენი მართველები და იმიტომ უნდათ იმათ რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ და იყავ მაგათ რომ ისე თუ უფლება მარადიულად იქნებიან. შეწყობათ რამის თუ რა. ამიტოა ისინი თუ ღირს საქციელს ჩადიან ჩვენს უღირს მდგომარეობაში ვარ და ჩვენ თვითონაც ჩვენ თავს ვაყენებთ უღირს მდგომარეობაში ჩვენი უმოქმედებით. ამიტომ ვამბობ, რომ დასასრულისკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენ ყველაფერი, მთლიანად უნდა შევიკრიბოთ ერი, მთლიანად უნდა ვიმოძრაოთ, შევქვნათ ძალიან დიდი ასეთი დიდი არმადა, აი ამ 80%-მა უნდა გავერთიანდნენ და ის 20% ვაიძულოთ, უნდა წავიდნენ. დასრულდა უკვე. უნდა იყოს ეროვნული პროტესტი, უდიდესი პროტესტი. არ შეუძლიათ მართვა, არ შეუძლიათ კი არა არ მართავენ სწორად. მაგათი საქციელი დღითიდღე იქითკენ მიყავთ საქართველოს რომ უარესდება და უარესდება. ეხლა რო დაიწყეს ეკონომიკასთან დაკავშირებით საუბარი, სად იყვნენ ამდენი წლების მანძილზე რა არ იცოდნენ რა მდგომარეობაშიც იყო სუპერმარკეტები, რო ფასები კატასტროფულად რო გაზრდილი არის 40, 50, 60, 70, 80% თუ არის ყველაფერი. წინა ის არისო, ვამბობ და ის ეხლა რო ჩასვეს იმაში ციხეში, ის კაცი არისო, აქვია პრემიერ-მინისტრი, წამლების ფასი 200 და 300% ყოფილა ესე გაზრდილიო რა. რო იცი შედარებსვი რომ რამე გააკეთე მერე საწინააღმდეგო გააკეთე მერე გამოსწორე მდგომარეობა, ხო არ გამოსწორებულა თქვენს და გაიარა. რა ხეირი მერე ეს? არაფერი. გამოსწორდა მდგომარეობა წაიყვანეს იქითკენ რომ სწორდება რამე თუ რა? არაფერი და მსგავსიც არ იქნება. და არც უნდა ელოდეთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. როგორ შეიძლება ამდენი წლების მანძილზე ადამიანი იყო ესე მოტყუებული და თავს იტყუებდე. რატომ იტყუებთ ეს ხალხი თავს? რომ მიდიხარ და ხმას აძლევთ იმებს. ხან ერთ პარტიას, ხან მეორე. მე წლების მანძილზეა ეს ეროვნული ხელისუფლება იყო იმის მერე არ მივს ერთი ურჯელი მივედი და ისიც გადავხაზე ყველაფერი. იმიტომ რომ არც ერთი მათგანი, რომელი მათგანი აბა დამისახელეთ რომ ხმა მისცე, რომელი პარტია საუბრობდა რომ ესა თუ ის ქარხანა უნდა არსებობდეს საქართველოში არც ერთი მსგავსი არა. სულ ყოველთვის გაჰკიოდნენ აი ამ სისულელებზე რაღაც დემოკრატია და დემოკრატიული პრინციპები და რაღაცებს კანონების შედგენა და მანიპულაცია მიდიოდა სულ აი ამ სისულელეებით. ერთი კონკრეტული არავის არაფერი არ დაუდევს იქ რო აი გინდა თუ რა ეს ქარხანა შევქნათ. აბა სად არის რის ქარხანა?
ჩანგალი რო ჩანგალია იმის წარმოება არ აქვს ადამიანს. ისიც ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოგაქვს და ამდიდრეთ იმ ქვეყანაზე. ჩინას კიდე გამდიდრება უნდა გასო. უზარმაზარი ამ მილიარდ ნახე ორზე მეტია. ეს იმის ბრალია რომ ღირსება არ გაჩნია აი ასე ეს. ღირსეული რო იყო ჩვენი ერი მთლიანად და მართლობა სამსახურები ექნება ადამიანს და არ იქნებიან გაქცეულები და განდევნილი. ეს არის ხელისუფლება რომ განდევნა. აიძულა ეს ადამიანები რომ წასულიყვნენ იქ და მოჯამაგირებად იყვნენ. ადრეს ვთქვი, ეხლაც ვამბობ და ვიდრე არ გამოსწორებულება მდგომარეობა ყოველთვის ვიტყვი, იმიტომ რომ ეს სოციალური საკითხი არის უმთავრესი. ესე თუ არ იქნება დაძლებული, ქვეყანა ვერ შედგება. ჩვენ არა ვართ ქვეყანა, ჩვენ ვართ აი სატრანზიტო ხაზი რა, ვისაც როგორ უნდა გაივლის, გამოივლის და თავში წამოუთაქებს აი ამ ქართულ რა ქვია მას წარმონაქვს. სახელმწიფოს ვერ იტყვი და არც რესპუბლიკა არ არის. არც სახელმწიფო გაქვს, არც რესპუბლიკასაც ვერ დაარქვი. რაღაცა ტერიტორია, რომელიც ტერიტორიითაც სარგებლობს უცხოელები. ისინი ძალიან კარგად სარგებლობენ. და ეხლა დემოგრაფიული მაშინ რომ ჩააყენეს, რომ აი უყურებენ დღეს ხვალე, რომ ესე იგი კიდევ უფრო შემცირდებიან და ისინი გაიჯეჯილებენ მე. ესეც იმის ბრალია, რომ ღირსება არ გააჩნია, ღირსება რო გააჩნდეს ესო დაიწყებს ზრუნვას, რომ ქარხნებისათვის, ფაბრიკებისათვის, და ეს ხალხი გამრავლდება მაგით. ეგ არის გამამრავლებელი. და არა მარტო ეხლა ისა ილაპარაკო ადამიანმა, რომ აი დემოგრაფიული მდგომარეობა ესა და უცხოეთიდან ჩამოვიდა. ჩამოვიდეს სად უნდა მივიდეს ერთი. რატოა ეს ადამიანი წასული სამსახუროა, რო იშოვა იქ მოჯამაგირის სამსახური, იმიტომ წავიდა. აი რო გამოდიან ხოლმე სულ მიგვირს. იმას არ ამბობენ. ერთი კაცი არ ამბობს, რომ აი ქარხანა ავაშენოთ. მოდი ავაშენოთ აი კომპიუტერების ქარხანა შევქვნათ. რატო რა ჩვენ არ გვყავს ტვინები? მეცნიერების მეტი რა გვყავს და ისეთ ტვინია გერმანელებს და ფრანგებს არც დაესიზმრებათ. აი მეწალების მაზეზე მუშაობ ისეთი გვყავს ჩვენ ხელოვნების სფეროში, აი მოსავლეები მოდიან, ბავშვები მოდიან, პატარები 7-8 წლის, 10 წლის, 14-15 წლის, გენიოსებია პირდაპირ რა. არავის არ ჩამოვარდებიან კი რა, იქით გადავლენ რა. იმდენად ძლიერები არიან. უბრალოდ ჩვენთან არ არის სერვისი. მომსახურება არის ნული, დისციპლინა არის ნული, საერთოდ არ არის დისციპლინა, რაც არავინ არ ახსენებს. ერთი დამისახელეთ რომელიმე პარტია ან წარმომადგენელი, რომ სიტყვა დისციპლინა ჰქონდეს გამოყენებული, მსგავს ვერ ნახავთ. აი თუ არა და ჩამიდეთ ერთ მომაწოდეთ, აი რომელიმე მათგანი ამბობდეს დისციპლინას. არავის აბსურდს. აი ესე უნდა ცხოვრება რა, ხარი არალოზე. ეგრე არ არის. ის რაც აწყობილია, ეს სახელმწიფოები, რასაც უყურებთ ევროპას და ნებისმიერი ის იაპონია თუ ინდოეთია თუ იგივე აი ირანი და თურქეთი, აი ეს ყველაფერი რაც შექმნეს დისციპლინასთან დაკავშირებით არის რა. ხარ დისციპლინირებული და გაქვს ყველაფერი. აბა ესე როგორ იქნება ახლა შენ ფაბრიკა ააშენო, ქარხანა ააშენო და უდისციპლინოთ იყოს, ხან მოვიდეს ისა მუშა ან ინჟინერი ან ინსტრუქტორი და ხან არ მოვიდეს და წამოწეს ის სახში. ხარდეწოზე და იმაზე ვარო, ნაბახუსები ვარ და ვერ მოვალო, ვერ მოხვალ და გაგიშვებენ საერთოდ. აბა მეტი გაბედეთ ერთი უცხოეთში თუ არის ესეთი. თუ არის არ ვიცი, ძალიან ცუდია. თუ არა ჩვენ არ უნდა დავუშვოთ ესეთი. უაღრესად დისციპლინირებული ხელისუფალი უნდა ვირჩიოთ, ძალიან გონიერი, ძალიან ჭკვიანი, შორსმჭრელი და რაც შეიძლება პატრიოტი. პატრიოტიზმზე მე კიდე ცალკე იმას ჩავწერ ვიდეო რგოლს. მანდაც ძალიან ბევრი რამ არის სასაუბრო და გასაკეთებელი. აი პირველი კი არა საერთოდ ეს გოლები რო ჩავწერე, ყველაზე მთავარი იყო რომ დამეწყვა ამ ღირსებიდან რა. სადაც შედიხარ ეს მეტროში შეხვა ადამიანი და საერთოდ უღირსი საქციელია გას. ეს ისა 15, 16, 17, 30 წლის ხალხი პირველები გარბიან დასაჯდომად გასო. მე რომ მაგ ასაკში ვიყავი საერთოდ არ ვიჯექი იმაზე რა ქვია იქ მერხზე. სკამზე რასაც ეძახიან მეტროს შესაძლოში ან ავტობუსში იყო. ცხენოდა და ჩემ თაობას უცხენოდა რომ ახლა რაღაცა 50 წლის ადამიანი, 60-70 წლის ადამიანი ფეხზე იდგეს და შენიშდე. მაგრამ ღირსება არ გაჩნია, არც არავინ არ ასწავლა.
ეს სკოლაში როცა მშობლებს არ გააჩნიათ ამის შეგნებაზედაც კიდე ცალკე ვისაუბრებ, რო არ გააჩნიათ, ეს ყველაფერი უნდა იყოს სახელმწიფოდან უნდა წამოვიდა. აი ზოგი რო წერს ხოლმე, უიო მის ისაო მშობლებს არ ცხვენიათო, რა შვილები ყავთ, გაზრდილიო. არ ცხვენია, იმიტომ არც ასწავლეს იმ მშობლებს. ის მშობლები არიან ძალიან ბევრი თავიდან გასაზრდელები. ამისათვის ვჭირდება და იმიტომ ვამბობ, ხელისუფალი უნდა იყოს ძლიერი. როგორც ხევის ბერი. ის ხევის ბერიც უნდა იყოს ასკეტი. ძალიან მაღალი მორალის და ზნეობის. შეცდომები ყველას აქვს, ესეთი უშეცდომო არ არსებობს, მაგრამ ისეთი არ უნდა იყოს, რომ აი რომ მოიხედავ შეგწხვეს. აი მაგას ვამბობ ზუსტად, რომ ესეთი ხევისბერული გონებითა და მორალითა და ზნეობით გვჭირდება ჩვენ ხელისუფალი 90 კაცი ამოვა ყელში ამ პატარა ქვეყანას. სავსებით საკმარისია. დანარჩენი ისინი დაწერენ კანონებს და იქნება აღმასრულებელი, რაც მთავარი აღმასრულებელი უნდა იყოს, აღმასრულებელი ბირთვი, ორგანო, კადრები უნდა შეიქმნას. თორედ გინდა ოქროს იმებით, ასოებით დაწერე. მთავარია ვინ არის შემსრულებელი, ვინ აღასრულებს ამ იმებს, კანონებს. აი ეს არის მთავარი. აი ესეთი ბირთვი უნდა შევქმნათ. ეს ემოცია უნდა ჩავდოთ, დავასრულოთ, უნდა დასასრულისკენ უნდა წავიყვანოთ უღირსი საქციელი, უღირსი ცხოვრების წესი. საშინელი რა, ყოვლად საშინელი. ღმერთმა მოგცეს ეს ტერიტორია და შენ კიდე ცხოვრობდე როგორც ჭაობში. და რაღაცა დინებას რომ იყვება რა. ისეთი რო აი გაურკვეველი რა, არც იცი, არაფერი არ შენდება, არაფერი ხალხს არ უხარია, არაფერი არ უხარია, მასას არ უხარია. რა უხარია, რა ცხოვრება არის, გაუსაძლისი ყველა არის, აი დასტრესილი რა, ესეთ მდგომარეობები ადამიანს რომ შეიკითხე როგორ ხარ, რა ვიცი, ესე აი სულ ემაში არიან ესა ნევროზი აქვს ადამიანებს და დამართული. იმიტომ ახლა ამდენი ისა ფსიქოლოგი. სად იყო კაცო ჩემი ბავშვობის დროს ფსიქოლოგი, მეგონი საერთოდ არ იცოდნენ რა იყო. ფსიქოლოგი იყო მასწავლებელი. მასწავლებელი გასავლიდა და მიგიტითებდა, ფსიქოლოგი იყო კარგი დედა და მამა. ახლა ფსიქოლოგებთან დაყავდა. კიდევ საკითხავია ეს ფსიქოლოგი რა მორალის და ზნეობის არის, რა ღირსების არის. და ამბები მეგონი ანადგურებს იქით. ასწავლის არ მინდა ეს სიტყვის გამოყენება, მაგრამ აი დაიკიდე, თუ რაღაცა არ მოეწონა, დაიკიდე, კაცო, გაუში, გაატარე. და იმიტომაც არის გატარებული ვით არის ეს მთელი ქვეყანა. დაკიდებული და ჩამოგვჭვალი. ამიტომ ღირსებას აქვს ნომერ პირველ ადგილზე უნდა დავსვათ ღირსება. ღირსება რაც უფალს გაახარებს. და ეს არის ნომერ პირველი ასე რომ ვთქვათ, ბარიერის გადალახვა იქნება. ღირსებით ჩვენ შევქმნით ყველაფერს. ღირსების გარეშე არაფერი არ გამოვა. აი ისტორიული მაგალითი რო ავიღოთ, რა გავაკეთო ეს დავით აღმაშენებელს რო ვთქვია იმისა ჭყონდიდელისო და ღირსება დაუბრუნეო ხალხსო. მაშინაც ესეთი გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. არა მგონია მთლად ასეთი ყოფილიყო ეს ჩემს წარმოუდგენელი რამ არის ახლა რაც ხდება ჩვენთან. ქალი ქალს არ გავს, ბავშვი ბავშვს, კაცი კაცს და რა ვიცი, ქვეყანას არ გავს და არც ერთ სფერო, ყველა სფერო არის საერთოდ განადგურებული, ფსიქიკა განადგურებული ყველაფერს რა. შეიძლება ადამიანს მიაწოდო ეკონომიურად გააძლიერო უცებ მოიტანო, ფულიც რომ მისცე, ყველაფერი რომ მისცე, აი ჩასაცმელი, საჭმელი, ყველაფერი, რა ვიცი, აი სახლებიც აუშენო რაღაცა, მაგრამ თუ ღირსება არ ექნა, რასაც ახლა აკეთებს უღირსობის პერიოდში, იმას გააკეთებს მაშინაც. ამიტომ არის, უნდა ასწავლო, ეს შეგნება უნდა მისცე, სკოლა უნდა იყოს ჩვენთვის ეს საოცარი რამ. მასწავლებლები ჭირდება 9 ფილტრში უნდა გაატარო და ისე უნდა შეუშვა სკოლაში. შეიძლება ნებისმიერი იყოს მასწავლებლად. მასწავლებელს რომელსაც თვითონ არ გააჩნია არც ღირსება, არც ზნეობა, არც მორალი, არც წესები არ იცის და ყველანაირად აი თავისუფალი ახლა რო არის ახლა მოდაში აი თავისუფალია და რასაც უნდა აკეთებს იმასი არ არის. იმიტომაც არის მე თაობები რო წამოვიდა ეს კატასტროფულ მდგომარეობაში. ცოდნაც ნულისკენ ფსკერისკენ არის წასული ზნეობრივად განადგურებული. არ ვიცი რა.
აი წლების მანძილზეა მუშაობდა კბილებით ვიცავ ყველაფერს რა მაგრამ რატომ უნდა მჭირდებოდეს მე ესეთ მდგომარეობაში ყოფნა სკოლას უნდა მივანიჭოთ ძალიან მაღალი სტატუსი და სკოლას უნდა მოთხოვოთ მასწავლებლებს უნდა კონდეს ღირსეული ხელფასი უნდა კონდეს რა ხელფასი მასწავლებლებს სასაცილო ხელფასია ხურდაზე მე რო ჩამოვთავლე რაც თანხამაგა აღებული ჯერ შევარდნაძის პერიოდი რო იყო იქიდან გაყინული ხელფასები რო იყო სამარცხინო ესენი ყველაფერი უნდა დაიდოს მე როცა შეიცვლება ხელისუფალი ყველაფერი უნდა დაიდოს რა წამება აქვს გავლილი მასწავლებლებს და არა მარტო მასწავლებლებს თლიანად მთელ ერს ყველაფერი უნდა დაიდოს ეს და პასუხი უნდა მოვთხოვოთ ჩვენ მაშინ რომ გაჰკიოდენ რიქა შევარდნაძეო 3 წელიწადში ამერიკულ ცხოვრებას შეგვექმნისო აი ესენი მათი შვილები შვილიშვილები აი ვინც ახლა პარლამენტში შეთხათ სულ ყველა უნდა პასუხი უნდა აგოთ აი ეს ქარხნებიც ფაბრიკებიც მანქანებს აწავიდა ამდენი მანქანები იყო ტროლეიბუსები იყო თუ ისინი ყველაფერი ჩათათაქციეს და ჩაიდეს თვითონ ჯიბეში ფული თუ შლიდა რაღაცა მთელერზე უნდა გადანაწილებულიყო მაშინ როგორც აკეთებს მაგალითად საუდის არაბეთში ის ნავთობი ეკუთვნის ყველა არაბს იქ ჩვენთან ეს რაც ქონება არის ხელში ჩაიგდეს ამ ბანდიტებმა ყაჩაღებმა და თვითონ ინაწილებენ და იმიტომ არ უნდა თამათ რაც შეიძლება მეტი უღირსი ადამიანი იყოს უზნეო მორალის გარეშე წაბილწული და უცოდინარი რაც თავარია ეტყვიან აბა შენ რაც ცოტა გაგაჩნია არაფერი ხო ხედავ ჩვენ როგორი მცოდნეა ვარდ როგორი ნაკითხები ახლა ხშირად რო არის ესა უწიგნურებს რო ეძახიან ერთი ნახოთ ერთი წიგნიერები რო იყვნენ რაც სადმე იყვანეს ეს ქვეყანა აი შემდეგ იმაზე მე უკვე პატრიოტიზმზე ვისაუბრებ დროებით აქ დავასრულებ და ნოემბერ 1 ამოცანად უნდა დავაყენოთ ჩვენ ღირსება თუ გვინდა რომ ერი გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან სხვანაირად არ გამოვა ეს ვიდეო გააზიარეთ და კარგი იქნება კომენტარები გავუკეთოთ თქვენი აზრით მაინტერესებს და უნდა გავერთიანდეთ ყველაფერი უნდა მოვამწიფოთ მეც იმიტომ წერ ამებს რაღაცნაირად აი მე ჩემი აი გულის ნადებით ჩემი აი რაც მსურს როგორც სურს როგორ ნორმალური იყოს და სახადაზრდოებდეს ქართველი და წარმატებული იყოს და მდიდარი იყოს და არა მარტო 1-20% მთელი საქართველოს კი რა მთელი მსოფლიო მიდა და გასოფლიო მიდა ყველა უნდა ცხოვრდეს ნორმალურად და ამის რესურსი გააჩნია და შეიძლება და ამის საშუალება არსებობს უბრალოდ არიან გუნდი შავი სულების რომელსაც ღორივით ყველაფერი უნდა რო ხელში გონდეთ და არის წესიერი ნაწილი აი დადებითი ნაწილი რომ წეგანაც რო თქვი აი ღმერთის კალათისათვის რო აგროვებს ყველაფერს და არის აი შავი ძალა რომელიც აი სატანისტის რო აგროვებს ყველაფერს აბა რადგან ამდენი მილიონები მილიარდები და ეს ღორივით იცხოვრო ადამიანმა და ამდენი ადამიანი იყოს ამდენი ხალხი იყოს ერები იყვნენ და შიმშილობდნენ ისო რა მაგარი ის არის რა მაიც ხო მოვტებით თქვენს და დაგჭება თოხრად ეგისა ნაპარავი და ნაძარცვი მოგლეთ მომავალ შეხვედრამდე და შემდეგ უკვე როგორც ვამბობ აი პატრიოტიზმზე უნდა ვისაუბრო და თქვენი აზრი მაინტერესებს რა სიტყვით და ამეთანხმებით თუ არა კარგად ვსანდებოდეთ